გამარჯობა. დღეს 8 ივლისია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1231 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი და ვსაუბრობ იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. ცოტა ხანში ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ზსუ-ს ქართველი მებრძოლი ირაკლი ანდრონიკაშვილი და ის ისაუბრებს უშუალოდ ფრონტებზე არსებულ სიტუაციებზე. დაგველოდეთ და სანამ ის შემოგვიერთდება, მე მოკლედ მიმოვიხილავ გასულ კვირას თუ რა მოხდა უკრაინაში. პრინციპში დღევანდელი დღე სასიხარულო ამბით დაიწყო და ტრამპი ამტკიცებს, რომ მისი ბიპოლარული აშლილობა თუ კოგნიტური დისონანსი, რაც კიდათ ის დაარქვით, არსად არ წასულა და თუ კი გასულ კვირაში უკვე პოლონეთში ჩასული ამერიკული სამხედრო დახმარება უკან გააბრუნა და პრაქტიკულად შეუჩერა თუ შეუწყვეტა უკრაინას სამხედრო დახმარება, დღეს უკვე თქვა, რომ უკრაინას განუახლებს შეიარაღების მიწოდებას, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან თავი, რადგან ახლა მათ მაგრა ბომბავენ, ეს მან თეთრ სახლში გააკეთა ეს განცხადება. თუმცა ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე ჩვენ მისი მრავალი შინაარსის განცხადება მოგვისმენია, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა მოცულობის და ქმედება, შესაბამისი ქმედება, შედარებით ნაკლები, პრაქტიკულად არაფერი ხელჩასაჭიდი, თუმცა რაღაცები მაინც იყო. იმედი დავიტოვოთ, რომ ახლა მაინც შეასრულებს თავის სიტყვას და იმედი დავიტოვოთ, რომ ტრამპი საბოლოოდ დარწმუნდა პუტინის ავზრახვებში. მით უფრო რომ ამერიკის პრეზიდენტს დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ გულწრფელად არ ესმის, რატომ ჯიუტობს პუტინი და რატომ არ თანხმდება ზავის შეთანხმებას და ომის დასრულებას. რატომ და პუტინს უბრალოდ იმედი აქვს, რომ გამოფიტავს უკრაინის საზოგადოებას, გამოფიტავს უკრაინულ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ის აგრძელებს თავხედურ, ცინიკურ, კომბინირებულ საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე და მათ შორის ბოლო იყო გასულ კვირაში, როდესაც სწორედ პუტინის და ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ კიევზე მორიგი თავდასხმა მოხდა, რასაც მოყვა სამწუხაროდ მსხვერპლიც მშვიდობიან მოქალაქეებში. ანუ რო დაუკვირდეთ რა მოხდა, ესე იგი ტრამპმა სირიისთვის სანქციების მოხსნის ეგიდით, გარკვეულ რუსულ ბანკებსაც მოუხსნა სანქციები, პლუს პოლონეთში ჩასული შეიარაღება უკან გაიწვია. ეგონა რომ ამას პუტინი დაუფასებდა, დაურეკა, ილაპარაკეს, ისევ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და სატელეფონო საუბრის დასრულებიდან არასრულ 1 საათში პუტინმა უკრაინა ისევ დაბომბა. თუ კი ეს დაბომბვა გარკვეული რუტინარი და სხვადასხვა ქალაქებზე არის, აი კიევის დაბომბვა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით ყოველთვის ემთხვევა და მე არ მგონია რომ ემთხვევა, სწორედ აი ამ სატელეფონო საუბრებს და პუტინი იქცევა ისე, როგორც იქცევიან აბიჟნიკები, როგორც კი დაინახავს უკან დახევას სისუსტეს, ის მეც და მეც ითხოვს. კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ სიტუაციას თუ რატომ არ ესმის ეს ყველაფერი ტრამპს, ეს არის ასე ვთქვათ ძალიან პრაგმატული ნაწილი, იმიტომ რომ აი რომ შევხედოთ ომის დაწყებიდან 2022 წელს, ომის დაწყებიდან 3 თვეში რა ქონდა რუსეთს. რუსეთი პრაქტიკულად გასული იყო ლუჰანსკის ოლქის საზღვრებზე, საკმაოდ სიღრმეში იყო შესული დონეცკის ოლქში, ზაპოროჟიეს ოლქში, ხერსონი პრაქტიკულად მთელი ოლქი ქონდა მიტაცებული, ყოველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ქალაქს ხერსონს აკონტროლებდა. მიკოლაევთან იყო ძალიან ახლოს და მიკოლაევიდან ოდესაც იქვე არის, მარიუპოლზე რო არაფერი ვთქვათ. შემდეგ უკვე ჩრდილოეთით რო ავიდეთ, ხარკივის ოლქში იყო შემოსული სიღრმეში და ქალაქ ხარკივამდე საარტილერიო დაბომბვის მანძილზე იმყოფებოდა. სუმის ოლქში იყო, ჩერნიხივის ოლქში იყო, კიევის ოლქში იყო, კიევის მისადგომებთან იყო მისული და დამატებით ორი სკანდინავიური ქვეყანა ჯერ ნატოში არ იყო. აი იქ რომ გაეწყვიტა ომი, გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა პუტინი, მაგრამ არა, მან ეს გააგრძელა და დღეს ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ უარეს სიტუაციაშია, ვიდრე დაწყებიდან 3 თვეში იყო, იმიტომ რომ
კიევის მიწათმოქმედებთან და ოლქში აღარ არის, ჩერნიხივში აღარ არის, სუმში აღარ არის და სუმს დაუბრუნდებით, ხარკივში პრაქტიკულად აღარ არის, ხერსონიდან გავიდა, ყოველ შემთხვევაში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა, ქალაქი ხერსონი უკრაინელების ხელში არის და ორი დამატებითი ქვეყანა არის ნატოში, რაც დამატებით 1300 კილომეტრზე მეტი პირდაპირ საზღვარია ნატოსა და რუსეთს შორის. და სწორედ ამიტომ არ ესმის ტრამპს, რომ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რატომ არ თანხდება პუტინი და თან როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შეუქცევადი იქნება, ანუ რუსეთის მდგომარეობის გაუარესება, მით უფრო რომ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ სუმში ეს მასშტაბური, ასე ვთქვათ, საზაფხულო იერიში ჩავარდა, მაქსიმუმ რასაც მიაღწიეს 8 სოფლის აღება იყო და ახლა იქნებათ გასულები არიან. სირსკი ამბობს, რომ ბელგოროდში და კურსკში, რაც უკვე რუსეთის რეგიონია, პოზიციებს იმყარებენ უკრაინელები. და ამასთან ახლა სუმის ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ ზაპოროჟიეში აქვს, ზაპოროჟიის თელს ფლანგზე აქვს მცდელობა, რომ ასე ვთქვათ, თავდასხმა მოახდინოს ორი ხივზე უნდა გასვლა იმისთვის, რომ მომარაგების გზები გადაკეთოს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ აი ამ მიმართულებაზე ფრონტი საკმაოდ ისეთი კარგად არის გაკონტროლებული, მათ შორის უსწორედ უპილოტო FPV დრონების მეშვეობით. FPV დრონებზე უნდა ვთქვათ, რომ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა ზრდის მათ წარმოებას და თვეში დაახლოებით 200,000 არის ასული. ასევე გამოფიტვაზე როცა ვსაუბრობთ, რუსეთის განვიხილოთ პირველ 6 თვეში ბიუჯეტის, ფედერალური ბიუჯეტის დანაკლისმა შეადგინა 47 მილიარდი დოლარი, რაც პროგნოზირებად მთელი წლის უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, რუსეთს საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ უკვე ლაოსის ჩართვას ცდილობს. საომარ მოქმედებებში და ვრცელდება უკვე ცნობები იმის შესახებ, რომ ლაოსის სამხედრო ტექნიკური ინჟინრები იმყოფებიან რუსეთში დასახმარებლად და ასევე საუბარი უნდა რომ განივცოს ცოცხალი ძალის დამატებაზეც და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ იყოს ასე ვთქვათ უკვე მეორე შემთხვევა, სადაც ცოცხალი ძალით დაეხმარებიან რუსეთს. გარდა ამისა, ერთი მეორეს მიყოლებით აკავებენ მაღალ სამხედრო იერარქებს ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით. და დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ტრანსპორტის მინისტრი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მან თავი მოიკლა. თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი და ეს ნიუანსი მდგომარეობს იმაში, რომ ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის იმაზე, რომ ჯერ თავი მოიკლა ამ კაცმა და შემდეგ 2 დღის მერე მოაწერა პუტინმა მის გათავისუფლებას ხელი. რომ შევაჯამოთ, საუბრები სასწრაფო ზავზე და დაუყოვნებლივ ომის შეჩერებაზე აღარ არის. ტრამპი ჩემი აზრით ინაუგურაციიდან მალევე მიხვდა, რომ პუტინთან მას ზეწოლა არ გამოუვიდა და ამის შემდეგ სადა უკვე ზელენსკიზე ზეწოლით მიეღწია შედეგს და უკრაინის კაპიტულაცია ეიძულებინა, თუმცა არც ეს არ გამოუვიდა და ახლა ის ცდილობს გარკვეული რაღაცნაირი შუალედური გზების პოვნას იმისთვის, რომ არც პუტინი გააბრაზოს ძალიან, თუმცა უკრაინასაც მიცეს საშუალება, რომ თავი დაიცვას და ასე ვთქვათ, აი ამ გამოფიტვის ომში არ გამოიფიტოს უკრაინა და ტრამპი ასე შეეცდება, რომ პუტინი დაარწმუნოს, თვითონ პუტინი მიახვედროს, რომ დროა ომი შეჩერდეს. მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ ამერიკის პრეზიდენტს არ ესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ცოცხალი ძალა და ადამიანების სიცოცხლე ბოდიშის ფეხებზე კიდია. პუტინისთვის ეს არის უბრალოდ სახარჯი მასალა, სტატისტიკა და ეს ყველაფერი ტრამპს უბრალოდ არ ესმის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ყოველ ჯერზე საშუალება აქვს, ამბობს, რომ უამრავი ადამიანი იღუპება ომში და ეს ომი უნდა შეწყდეს, ეს ყველაფერი პუტინს უბრალოდ არ აღელვებს. აი ამ ყველაფრის ფონზე ლავროვი აგრძელებს რუსულ ზღაპრებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, უნდა მოხდეს კაპიტულაცია და მსგავს რიტორიკიდან არ გამოდის. ასე რომ დასავლეთს ისხარჩება, თუ კი მას უნდა მშვიდობის მალე მიღწევა, რომ რაც შეიძლება დროულად მიაწოდოს ყველა ის საჭირო იარაღი უკრაინას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის დასრულებისთვის. უკვე შემოგვიერთდა დაპირებისამებრ ირაკლი, მოგესალმები, როგორ ახარ? მადლობა. კარგად. მადლობა, რომ დავამთავრეთ ამ პროექტში მონაწილეობაზე და გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ,
ჩემი არქის მეშვეობით საქართველოს მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში, მათ შორის უკრაინული პერსპექტივიდან, უკრაინიდან. მადლობა ამისთვის. კიდევ ერთხელ აქვე საუბარს გავაგზავნებ ჩაწერის დროს დაგვეწია ახალი ამბავი, რომ დილით ტრამპმა რო თქვა, რომ დამატებით შეერაღებას მიცემ უკრაინას, აქ თურმე არ იგულისხმებოდა ჯერ კიდევ ბაიდენის დამტკიცებული, რომელიც გასულ კვირაში შეაჩერა, ახალ პატრიოტების 10 სისტემაზე არის საუბარი, აქსიოსი აუცილებს ამ ინფორმაციას, რაც თუ დადასტურდა, მისასალმებელი იქნება, პრინციპში ალბათ შეგიძლია დაადასტურო, რომ ეხლა რაც თუ კი რამე უჭირს უკრაინას, ეს არის სწორედ საერთაშორისო სისტემები. კი ბატონო, რაც შეეხება აერში ბრძოლას და დაბომბვებს, პრინციპში დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს მე პირადად. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფოს დაბომბვას, როდესაც ნაცისტური გერმანია ბოლო დღე ათობით თვითმფრინავს, ათობით და შემდგომში უკვე ათობით ფრთოსან და ბოლოს ესე იგი ბალისტიკურ რაკეტას უშვებდა, ეს იყო ფაუ-1 და შემდგომში ფაუ-2. და შესაბამისად გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთი პასუხობდა ანალოგიური დარღვევით. განსხვავება იმაში იყო, რომ ნაცისტები ძირითადში მოსახლეობას უმიზნებდნენ, ანუ რამდენიმე ვთქვათ, მცირე ზომის ბრიტანული ქალაქი პრაქტიკულად განადგურდა ამის შედეგად. ლონდონის ბევრი უბანი განადგურდა, დაიღუპა ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლე, ხოლო დიდი ბრიტანეთი უფრო პიგმაზომიერად მიყავდა აეროდრომებს, სატრანსპორტო კვანძებს, რაც თავარია ქარხნებს და ნავთობის საცავებს და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, ხო, ანუ როდესაც რუსული ბალისტიკური რაკეტები სამოქალაქო ობიექტებს ხდება უკრაინაში, უკრაინა სადამდეც წვდება, იქ ძირითადად ქარხნებს და ლოჯისტიკას პომპობს. კი ბატონო, ესე იგი, აქ არის განსხვავება მიდგომაში. ანალოგიურად ნაცისტებისა რაშისტები ცდილობენ, რომ ესე იგი დათესონ შიში მოსახლეობაში. ისინი თვლიან, რომ რაც უფრო მეტ მშვიდობიან მოსახლეს მოკლავენ, რაც უფრო მეტ ინფრასტრუქტურის ობიექტს დააზიანებენ, უფრო მეტი შანსი ექნებათ გამარჯვების. მინდა გითხრათ, რომ როგორც ამ ომის, ასე ვთქვათ, უშუალო მონაწილე ჯერ კიდევ 2014-15 წლიდან შემიძლია თავმოთ თქვა, რომ რუსი ანალიტიკოსები ეთყობა ჯეროვნად ვერ აფასებენ ან ვერ აანალიზებენ უკრაინელი ხალხის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მზაობას მის მიმართ. მსგავსი მაგივრად რო ვთქვათ ხალხი შეაშინოს, ანუ ვინც შესაშინებელი იყო, უკვე кайხანი შეშინდა და უკრაინას დატოვა, ხო? დანარჩენებში ეს პირიქით უფრო აღრმავებს იმის შეგრძნებას, რომ საჭიროა ბრძოლა ბოლომდე და უფრო მეტად ბრძოლის ჟინს აღუევს უკრაინის მოსახლეობაში. გადავიდეთ ფრონტის ხაზზე. პრინციპში წინა კვირაში გავცელა ინფორმაცია, რომ სუმში ეს დიდი შეტევა შეჩერებული არის. რასაც ვადევნებდი თვალყურს, დაახლოებით 8 სოფელი ჰქონდათ რუსებს აღებული და იქიდანაც უკუგდება დაწყებული იყო. ახლა რა ვითარება სუნის მიმართულებით თუ შეგიძლია რომ მითხრა, რა ვითარება გვაქვს აქ, რაიმე საფრთხე არის თუ არა კიდე განმეორების. რამდენიმე საზღვრის პირა სოფელი, რაც ვთქვათ, რუსებმა დაიკავეს, ისინიც მიტოვებული იყო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ფრონტის ხაზთან. ანუ ისინი არ წარმოადგენდა რაიმე ესეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს ან ლოჯისტიკურ ვთქვათ ობიექტს, ხო? შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის ძალები
არიან ასევე შემოსულები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სოფელი წოტკინო პრაქტიკულად აღებულია უკრაინელების მიერ, გასულად. ერთადერთი რაც თქვა იქ რაღაც პატარა ნაწილი შერჩათ რუსებს, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ამ სოფელს ყოფს მცირე მდინარე და პრაქტიკულად წოტკინო აღარ არსებობს. აი ამაზე და მესვა გავცელდა სირსკის განცხადება, სადაც ამბობს რომ სუმში ყველაფერი კარგად არის და პირიქით უკრაინელებმა გაიმაგრეს პოზიციები ბელგოროდის და კურსკის მიმართულებით. ახლა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ხო და რამდენად სიღრმეში არიან შესულები თუ რისით მათ შეგვიძლია ოპერატიული საიდუმლოებიდან გამომდინარე? სიტუაცია ისეთია, რომ რუსები თავიდანვე ცდილობდნენ აი ომის დაწყებიდან პირველივე ცდილობდნენ სუმის ოლქში შემოსვლაზე შემოვიდნენ კიდევაც მაშინ. მაგრამ ისინი გამოაძევეს მალევე. სუმის ოლქი ზოგადად არის ძალიან გამოირჩევა სპეციფიური რელიეფით და ლანდშაფტით. მან არის ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის მდინარე. ძალიან ბევრი ტბა. და რაც თავარია, არის ძალიან ტყიანი. ანუ აი რომ იხდეთ რა შევადარო. ძალიან აი იდეალური გარემო აქვს, თქვათ, ესეთი პარტიზანული ბრძოლისთვის, მალული გადაადგილებისთვის, ჯარების. იდეალურია ტექნიკის და პირადი შემადგენლობის ასამალავად დღეებში. აქედან გამომდინარე, მან რუსები ვერ იყენებენ ბოლომდე თავის უპირატესობას ვერც ავიაციაში, ვერც ტანკებში და ვერც სხვა საბრძოლო ტექნიკაში. და პლუს ამას ესე იგი მათ რამდენიმეჯერ შეკრებეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დაჯგუფება 50-60,000-იანი და რამდენჯერაც დააპირეს ესე იგი ესეთი ორგანიზებული და მასიური შეტევა სუმის ოლქზე, იმდენჯერ უკრაინელებმა ამას დაუპირისპირეს ძალიან ესეთი გაბედული შემოსვლა რუსეთის ტერიტორიაზე. ერთი იყო ეს ცნობილი სუჯის აღება, შემდეგ კრასნოპილეს მხრიდან შემოსვლა, შემდეგ ელოპილეს მხრიდან შემოსვლა, რაც ყოველ ჯერზე რუსებს ესე იგი უშლის მთლიანად გეგმებს, იმის მაგივრად რომ რაღაც კონცენტრირებული და ორგანიზებული შეტევა მოახდინონ სუმის ოლქზე, მათ უწევთ პირიქით დაცვაში გადასვლა თავისივე ტერიტორიის ძალიან ინტენსიური დაბომბვა. ეხლა იგივე წოტკინოს, რომელიც აი როგორ გითხრათ, არის დაბა. მცირე ზომის დაბა პრაქტიკულად. ესროლეს სხვადასხვა მონაცემებით რაღაც 400-დან 500-მდე კაბი მარტო. ნუ ეგ არის მთვარისფერი ლანდშაფტი ამჟამად. ასე გავცელა ეს თავი რომ ეს ერთიანი შეტევა განახორციელონ და შემოვიდნენ და პლუს ძალიან კარგად არის გამაგრებული მრავალფშრიანი საფორტიფიკაციო ნაგებობებით. ამიტომ არანაირი შანსი არ აქვს რუსებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიის მიმართულებით შეინიშნება გადაადგილება, მთელი ფრონტის ხაზზე ხდება შეგროვება, თავშეყრა რუსული შეიარაღებული ძალების და აპირებენ გაჭრას, უნდათ ორი ხივზე გასვლა იმისთვის, რომ აი ეს კვანძები და მაგისტრალების გაკონტროლება მოახერხონ. იქით რა ვითარება არის, რა შეგიძლია გითხრა. ეს პრინციპში არის ის ტერიტორია, რომელიც კარგად არის ფორტიფიკაციით გამაგრებული, ხო, ასევე იქ კარგად მუშაობს FPV დრონები და რა ვიცით ამ ეტაპზე, რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს? პრინციპში ბოლო წელიწად ნახევრის ომმა უბრალოდ ამ ომის ტაქტიკის და სტრატეგიის სწრაფმა ევოლუციამ გვაჩვენა, რომ
ვერც ერთ მხარეს, არც ერთ მხარეს არ აქვს იმის საშუალება, რომ მთელი ფრონტის ხაზზე მოახდინოს რაიმე მასირებული კეთება. მაგის უდადო. ორივე მხარეს აქვს ძალიან კარგად მოწყობილი სანგრები, მიწისქვეშა საცავები, ყოიაწამლის სამალავები, ინტენსიურად არის დანაღმული ყველაფერი. შესაბამისად, უბრალოდ არ არსებობს ისეთი რაოდენობა ტექნიკის და პირადი შემოქმედების, რაც დავარია, რომ მთელი ფრონტის გასწრილ მოახდინო რაღაც მასირებული შეტევები. შესაძლოა თქვა მოწინააღმდეგემ შეასრულოს რამდენიმე თქვა თვალის ასახვევად და შემდეგ აარჩიოს რომელიმე ერთი მიმართულება და იქ მიიტანოს მიწადი იერიში. მაგრამ ესეც ნაკლებ სავარაუდოა, იმიტომ რომ ნებისმიერი მოძრაობა, ნებისმიერი სერიოზული კონცენტრაცია პირადი შემადგენლობის საბრძოლო მასალის საბრძოლო მანქანების ხო, ეგრევე შესამჩნევია როგორც დრონებისთვის, ასევე სხვა სადაზვერვო აღჭურვილობისთვის და მასზე ეგრევე იქნება მისი ვთქვათ აი თავშეყრის ადგილების მასიური დამუშავება. артиллериით, დრონებით, რაკეტებით და ასე შემდეგ. უკრაინულ ავიაციასაც არ ძინავს ერთმანეთ. შესაბამისად თუ ვერ ახდენ კონცენტრაციას სერიოზული ძალების სერიოზულ შეტევაზეც საუბარი ვერ იქნება. ესე იგი უნდა გააგზავნო რაღაც მცირე ჯგუფები. მცირე ჯგუფები სახორცე მასალა აი მერწმუნეთ რომ ბოლო ერთ თვის განმავლობაში უფრო რუსი თქვენ ნახე და პირადად ვთქვათ გავესაუბრე და ვიდრე მანამდე მთელი ომის განმავლობაში და ესეთი არასახარბიელო სიტუაცია 90%-იან თქვენების იყო 50-55 წელს გადაცილებული აბსოლუტურად განლეული ბიძები ძიმე დაავადებებით ერთი შევხვდა მე როგორც ექიმი ვალდებული ვარ და უწევდი კიდევაც პირველად სამედიცინო დახმარებას ტიბო კონდა ანუ ეს რა კატეგორიის ხალხია, ანუ პატიმრების რეკრუტირება რო ხდება ისინი არიან თუ საიდან აღმოჩნდნენ ფრონტზე? სხვადასხვა ნაწილებიდან იყვნენ, მაგრამ ზოგადად ეს უკვე აღარ არის ის რუსეთის კარგად დაწვრთნილი, კარგად მომზადებული ეს ახალგაზრდა მოტივირებული ვთქვათ ახალგაზრდა ბიჭები, ვინც იყვნენ 22 წელს მაგალითად, ხო, კარგად ეკიპირებული და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ეხლა არის სრული, ვთქვათ, ესეთი, აი, როგორ გითხრათ, ძალიან განლეული, ვთქვათ, აი, რამდენიმეჯერ შევხვდა ესეთი პიროვნებები, ვინც რამდენიმე კვირით იყო დაჭრილი. არავინ არ გაუწია სამედიცინო დახმარება და ბოლო ვთქვათ, მაბატი პეტალებისთვის, მაგრამ ჭიები ყავდათ შრილობებში. ეს არის რაღაც შუა საუკუნის სიტუაცია. წარმოიდგინეთ როგორ თუნდაც სიტუაცია, რომ თავის დაჭრილებს არ უშვებენ ზურგში, არ უწევენ დახმარებას. ძალიან ისეთი ვინც შავარდა თქვენდა ძალიან ბევრი შეგნებულად გადმოვიდა უკრაინის მხარეს, იმიტომ რომ შეერ ყურვალები იყვნენ პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით, იყვნენ დაჭრილები, იყვნენ ავად და თვითონ ჩაგვარდნენ იმ იმედით, რომ ჩვენ ესე ვთქვათ მოუვლით და კიდევაც მოუვარეთ დახმარებას გაუწიეთ რა გალდაოლებინეთ ვაჭამეთ და შემდგომ ასე ვთქვათ ყველა წესის დაცვით მოხდა მათი გადაყვანა უკვე ზურგში, სადაც უკვე მიხედავენ შესაბამისად. და მერწმუნეთ რომ აი განსხვავებით რუსებისგან უკრაინელები ძალიან კარგად ეპრობიან, როგორც ეს შეიძლება ღირსეულად ეპრობიან ტყვეებს.
ასაგებია. რო შევაჯამოთ მთელი ფრონტის ხაზზე სუმიდან დაწყებული, თქვა ზაპოროჟიით დამთავრებული განსაკუთრებული აქტიობა არ შეინიშნება. ისევ მინდა რომ ამ მკვდარი ზონის ეგრეთ წოდებული კონტროლი უპილოტო საფრენი აპარატებით და სუმში პირიქით უკრაინელებმა გაიმყარეს პოზიციები და მათ შორის შეძლეს იმის ხარჯზე რომ რუსეთის საზღვარს გადაკვეთეს და კურსკში და ბელგოროდშიც გადავიდა. კი ბატონო, მასია ერთადერთი რაც რუსებს დარჩენიათ, ეს არის მოდერნიზებული შაჰედები, მოდერნიზებული რაკეტები, რამდენიმე ისინი თქვათ შევეწარე ესეთ სიტუაციას, რომ ერთ-ერთი შაჰედი მოფინავდა დღისით, მას ჩვენებმა ეს სროლა მიწიდან და შემდეგ დავინახე რომ შაჰედმა დაიწყო მანევრი. ნუ ის მართვადი იყო, მაგრამ განსხვავებით იმ პირველი მოდელებისგან, რომლებიც ეფრინავდა უბრალოდ რაღაც ინერციული დამოკიდების სისტემით ან GPS-ის მეშვეობით ან GLONASS-ის მეშვეობით იმართებოდა. ავტომატურად ესენი სავარაუდოდ მართვადია უკვე ოპერატორის მიერ. Ну, პრინციპში ისევე როგორც რაც ვახსენე, ეს ნაცისტური გერმანიის Power-1 და Power-2, ეს უფრო ესეთი ჩურიზიები არ არიან. და პრობლემა ზიანს აყენებს მოსახლეობას, მშვიდობიან მოსახლეობას, საფუძვლად იკუპებიან ქალები, ბავშვები, ოფიცრები. იცით. რამდენი საავადმყოფო, რამდენი საცხოვრებელი სახლი, რამდენი კულტურის ობიექტი და პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და განადგურდა უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლო რამდენიმე დღე ეს რუსების ტერორი აშკარად არის მიმართული მობილიზაციის ცენტრების წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული TCK-ს. ანუ სადაც ხდება კაცობრიო ადამიანების იმ შენობებს ურტყავენ, ხშირად აცილებენ, ხდება ეს გარშემო შენობებს. Ну, პრინციპში გათვლილია ისევ იმაზე, რომ გაწესონ პანიკა მოსახლეობაში, რომ თქვა კაცობრიო არ მოხდეს, მაგრამ კაცობრიო მაინც მოხდება, უბრალოდ უკრაინელები რომ არის ისეთი ჩვენ და მოხერხებული ხალხი ეს მოიფიქრებენ, ან დეცენტრალიზაცია მოხდება. დეცენტრალიზაცია მოხდება სამხედრო კომისარიატების. ეს მოიფიქრებენ ახლა. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცა იქნება. რუსებს ისეთი შტაბ-ბილება მაქვს, რომ არ აქვთ ისეთი წინასწარ გაწერილი გეგმა. ნახსოვს თქვა 2 წლის წინ აიტეხეს, რომ დაიწყეს რკინიგზის დაბომბვა ინტენსიური. დეპოების განადგურება. ანუ სადეს რაღაცა არ გამოუვიდათ. მე დაიწყე კიევზე მუშაობა. მე ხარკოვზე, ანუ შრიან, იქნება ეს ვცადოთ, იქნება ეს ცოტა ისეთი შტაბიზმი ხდება, რომ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად არიციან ზუსტად რა გამოუვათ და რაღაც იმპროვიზირებულ მეთოდებს მიმართავენ. გარდა ამისა, ძალიან აქტიურად იყენებენ თავის აგენტურას. ყავთ ძალიან ბევრი ერჯერადი აგენტი, დაბალი სოციალური ფენებიდან, ლოთები, ნარკომანები, ისეთი შეუგნებელი ახალგაზრდობა არიბი ოჯახებიდან, ესე ვთქვათ, ხდება მათი ზომბირება და ადმობირება ტელეგრამის არხების მეშვეობით. მე დავალებენ, რომ ვთქვათ, ააფეთქონ სამხედრო მანქანა, რაღაცას გაუჩინონ ცეცხლი. 99% გამოვლენა და მათინააღმდეგ მუშაობა როგორ ხდება? Ну, ამის წინააღმდეგ სპეციალური დანაყოფები მუშაობს, უფრო ვთქვათ, სამხედრო კონდაზვერვა და
უშიშროება უკრაინით ახლა ეგ დეტალებში მე არ დახედული, მაგრამ ერთი რაღაცა თემელია თქვა, რომ პრაქტიკულად არც ერთი ესეთი დანაშაული დაუჯელი არ რჩება და უკრაინელებიც კარგად მუშაობენ ამ მხრივ რუსეთის ტერიტორიაზე, ღიარ გავარო ან რომელიმე ქალაქის ვთქვათ მე სამხედრო მაღალჩინოსანი არაფერხონ ან არ ჩათვლილ მანქანაში. ნუ ესეთი ჰიბრიდული ტაქტიკას იყენებს ორივე მხარე. გასაგებია. დიდი მადლობა, პრინციპში დღეისთვის შეგვიძლია დავასრულოთ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით, შეგახსენებთ გამოიწეროთ არხი. მომავალ სამშაბათამდე ნახვამდის. კარგად იყავით.